one is Goruni Mzwane, and originally this is from Kartli region. Kartli, 40-45 minutes. Okay, next wine just in front of this. This is semi-sweet wine also. მოგესალმებით, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სტუმრობს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, ჩვენი მეგობარი პაოლო ჯენტილიონი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ გქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ბევრ მიმართულებაზე. ჩვენ გვაქვს დინამიური ორმხრივი ურთიერთობები და მივესალმებით ახალი ურთიერთობების, ახალი მიმართულებების გაჩენას ამ ურთიერთობებში. ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ კაფიო მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შეძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. მეც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. სულ დიდი მადლობა გადაუხადო იტალიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კვლავაც წარმატებით აგრძელებს რეფორმების კურსს და ამ პროცესში დღეს თავისი პარტნიორების, მათ შორის იტალიის მიერ მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ ევროკავშირთან ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. მეტად დინამიურია საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროებში. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით. დასასრულს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვათ მაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური ურთიერთობების და ახალი კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი დინამიური ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდეგ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით უყურებთ ჩვენს მომავალ ურთიერთობებს. დიდი სიამოვნებით გადავცემ სიტყვას მინისტრს. Grazie. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენი სიტყვებისთვის. ასეთი ულამაზესი მიღებისთვის, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოვიაზროთ როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ, ნატოსკენ. ეს არის თქვენ ნაბიჯი უნდა გაიაროთ ეს გზა და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი იტალიისთვის, თითოეული ნაბიჯისთვის მხარდაჭერა შეგიძლია იგრძნოთ იტალიის მხრიდან. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენულობას, ტერიტორიულ მთლიანობას
ვისაუბრეთ ასე ძალიან ბევრი იმ ურთიერთობების გაღრმავებაზე ნამდვილად მეტი პოტენციალი აქვს განსაკუთრებით კულტურის სფეროში. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კულტურის სფეროში ჩვენ მალე ახალ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს. თანამშრომლობა იტალიასა და საქართველოს შორის და ენიდან დაწყებული მუზეუმის სფეროთი და არქეოლოგიით დამთავრებული იქნება თანამშრომლობა სამეცნიერო დარგში. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტთან ვითანამშრომლებთ და იქნება ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა. კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოსა, რასაც ჩვენ ერთად ვასრულებთ. მე და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია ასევე ორგანიზება გავაკეთოთ ბიზნეს ფორუმს. შემდეგი მომავალი თვეების განმავლობაში იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, როგორც საქართველოს ბიზნეს საზოგადოება, ასევე იტალიის ბიზნეს საზოგადოება, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება საქართველოს იტალიის შორის არსებული ურთიერთობების, არა მხოლოდ კომერციული ურთიერთობის განვითარებაში. დღესდღეობით იტალია საქართველოსთან კომერციულ ურთიერთობებში მესამე ყველაზე მსხვილი ქვეყანაა, მაგრამ ახალი ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ინვესტიციები გავზარდოთ საქართველოში და ამისთვის ერთობლივი ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ. კმაყოფილები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მალე იტალიაში გვეწევა. საქართველოს მთავრობის სახელით დოკუმენტს აწერს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე. Forneranno programma esecutivo della Boggia per gli anni 2016-2020. Per il governo di cooperazione internazionale, Sua Eccellenza il signor Paolo Gentiloni. Per il governo borgiano firma il ministro degli affari esteri, Sua Eccellenza il signor Mixeil Janelice. Sopra განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმი. ბატონი ალექსანდრე ჯეჯევარა. იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ბატონი პაოლო firma il ministro degli affari esteri della cooperazione internazionale della Repubblica Italiana il signor Paolo Gentiloni. Firma il ministro